მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ვარ ლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მზადება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალისათვის. ბაკურიანი 2025 დღეს გაიხსნება. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. პარლამენტის თავმჯდომარე შავლა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველი რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას. პაპუაშვილი პოსტს ურთავს საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ყოველი რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას. სწორედ ეს სამხილა ამ დღეებში შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობას USAID-ის და შვედეთის მთავრობა აფინანსებენ. წლების განმავლობაში განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ხედავდით თუ რადიკალიზაციის როგორი მცდელობები იყო საქართველოში და როგორც აღმოვაჩენდით ხოლმე ეს იყო ძირითადად საერთაშორისო დონორების და მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით განხორციელებული, ასე რომ აუცილებელი არის რომ იყოს გამჭვირვალობა დონორებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ამ თანხების მიმღებებთან დაკავშირებით. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტაკოსის განცხადებაზე შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში სახელმწიფო პარტიაში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. როდესაც მათ აწყობთ რომ ეუთოოდირის დასკვნაზე ისაუბრონ, მაშინ საუბრობენ რომ ეუთოოდირის დასკვნას უნდა დაველოდოთ, როდესაც მათ არ აწყობთ მაგალითად არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, როდესაც გამოქვეყნდა ეუთოოდირის საბოლოო ანგარიში, სადაც პირდაპირ არის დაწერილი რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და ის რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, ამ შემთხვევაში მათ არ აწყობთ და აშავებენ ეუთოოდირს და ამბობენ რომ რა მნიშვნელობა აქვს ეუთოოდირის დასკვნაში, რა არის პირდაპირ ორმაგი სტანდარტი, ხო? ქალბატონი კალასი, როდესაც იგი ესტონეთში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მისი მეუღლე ამხილეს სერიოზულ სკანდალში, რომ მას ბიზნესი აქვს რუსეთში და იღებს ძალიან მსხვილ დივიდენდებს და დღემდე არ აქვს ამაზე პასუხი გაცემული სხვათა შორის და შესაბამისად პირველ რიგში ესეც საკითხებს უნდა მიხედოს შემდეგ რომ თავისუფლება მიცეს რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ჩვენ ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი უსამართლო განცხადება მოვისმენთ, მაგალითად ესტონეთის და ზოგადად ბალტიის ქვეყნების მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ რუსეთს უნდა დაუწესოს საქართველოს სანქციები მაშინ, როდესაც თვითონაც აქვს ვაჭრობა და მაგალითად ბალტიის ქვეყნების რამდენიმე ქვეყნისგან თუ კი დავეყნობით მონაცემებს, ნახავთ, რომ ღვინის ვაჭრობაც კი მეტი აქვს ვიდრე საქართველოს რუსეთთან. ასე რომ ეს ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის მიუღებელი არის, ჩვენ მივდივართ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი მიიჩნევს, რომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა მედია საშუალებებია, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება, რაც მისი აზრით წარსულის გადმონაშთია. რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანას მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები არ სჭირდება. რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა მედია საშუალებებია, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედია. ეს მედია საშუალებები სავსეა რადიკალური მემარცხენე აქტივისტებით. მე 10 წლების განმავლობაში მუშაობდი ამ ჟურნალისტებთან. ეს წარსულის გადმონაშთია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები. რამდენიმე საათში დაიწყება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება. სოფო ერქვანია გვერდდება დეტალებით ბაკურიანიდან. დღეიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს 3 ქალაქი ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 6 თებერვლიდან თბილისში ჰოკეის ტურნირი უკვე დაიწყო, ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი ზუსტად 7 საათზე დღეს საზეიმო ვითარებაში გაიმართება. ამ დროისთვის ბაკურიანში სცენა უკვე დამონტაჟებულია და ბოლო ტექნიკური დეტალები ეწყობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს
ველოდებიან დღეს გახსნის ცერემონიაზე, მათ შორის იქნება მთავრობის წარმომადგენლები დღევანდელ ღონისძიებაზე, მათ შორის პრეზიდენტიც. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დატვირთული იქნება დღევანდელი ღონისძიება. ის ოლიმპიური კომიტეტის წესების თანახმად შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ეს იქნება მისალმება, წარდგენა იმ ქვეყნების, რომლებიც საქართველოში არიან ჩამოსული, ოლიმპიური ცეცხლის ანთება და უკვე მეორე ნაწილი იქნება დატვირთული სიმღერებითა და მუსიკებით. შესრულდება როგორც ქართული ტრადიციული სიმღერა და მუსიკა, ასევე უცხოური თანამედროვე მუსიკებიც. ჩვენ ვესაუბრეთ გახსნისა და დახურვის ცერემონიალების დამდგმელ რეჟისორს ბაკურ ბაკურაძეს. მან აღნიშნა, რომ ერთვიანი შრომატევადი სამუშაოები უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ის იმედოვნებს, რომ ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალების ისტორიაში დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება. ვცდილობთ, რომ დავხვდეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სპორტსმენებს, ისე როგორც მათ ეკადრებათ, ისე როგორც საქართველოს ეკადრება, ისე როგორც ჩვენს ტრადიციას და კულტურას ეკადრება. ამიტომ ყველაფერი უკვე შექმნილია, გაკეთებულია, ბექსტეიჯი ელოდება სტუმრებს, პარტერი ელოდება სტუმრებს და ეს წყობა აქაურობის ცოტა უცნაურად შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ როდესაც ღონისძიება დაიწყება, მაყურებელი მიხვდება, რატომ არის ესე დაგეგმარებული აქაურობა. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, 8 სპორტის სახეობა, 45 ქვეყანა და 1000-მდე სპორტსმენი. ეს ის მასშტაბებია, რასაც ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მასმინძლობს. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მოეწყო საქართველოში, მათ შორის ერთ-ერთია ბიატლონის ტრასა, სადაც ახლა ვიმყოფებით და თბილისში, ასევე ყინულის არენა, სადაც ჰოკეის ტურნირი მიმდინარეობს. სპორტის მინისტრის თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანას მომავალშიც გამოადგება, რადგან არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლოს. ეს არის დამატებითი სტიმული ზამთრის სპორტის სახეობის განვითარებისათვის. ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ოლიმპიადებს საჩენდა, შემდგომში გამოყენებული იქნება როგორც ჩვენი სპორტსმენების, ასევე საერთაშორისო გუნდების მოწყობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ლამაზი დღეები საქართველოში ამ ინფრასტრუქტურით მომავალში ბევრი გვექნება. გახსნის ცერემონიალი დღეს 7 საათზე დაიწყება, აენთება ოლიმპიური ცეცხლიც, რომელიც ზუსტად 1 კვირა დარჩება ბაკურიანში, რადგან სწორედ 16 თებერვალს დახურვის ცერემონიალიც სწორედ ბაკურიანში გაიმართება. მადლობა ბაკურიანიდან ქრონიკის ეთერში სოფო ერქვანია საუბრობდა. ბაკურიანში ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025 საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები გადასცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს. ტრადიციად გვექცა, რომ საქართველოსთვის სპორტული საერთაშორისო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად მიუძღვნა საკოლექციო მონეტა, ვერცხლის საკოლექციო მონეტა ბაკურიანი 2025-ის ღონისძიებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეიმი ჩვენი ზამთრის სპორტის ისტორიაში, ევროპის ზამთრის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი და მქონდა ძალიან დიდი პატივი აქ, რომ ესე იგი გადამეცა ეს მონეტა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბანკისგან ეს მონეტა მერგო. ბაკურიანი 2025-ს რაც შეეხება, ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი კარგად ჩაივლის და გამარჯვებულების მსგავსად თითოეული მონაწილე კმაყოფილი დარჩება. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და შეეცადა უკრაინაში ომის დასრულებაზე შეითანხმებოდა. ცნობას ნიუ-იორკ პოსტი აქვეყნებს, ჟურნალისტის შეკითხვაზე რამდენჯერ შედგა მათ შორის დიალოგი, ტრამპი პასუხისაგან თავს იკავებს. მე მაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ დავასრულოთ ომი. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება. ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მინდა ამას ბოლო მოუღო. პუტინსაც სურს ბოლო მოიღოს ადამიანების სიკვდილს. ამასთან მინდა ზელენსკისთან 500 მილიონიანი შეთანხმება დავდო უკრაინაში იშვიათ მინერალებსა და გაზზე წვდომისთვის. სანაცვლოდ კი უკრაინას შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს.
ფინეთში აცხადებენ, რომ რუსულმა სახელმწიფო თვითმფრინავმა, რომელიც ფინეთის ყურის თავზე მოძრაობდა, რამდენიმე წუთით ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა. ცნობას ადგილობრივი მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ შევთხვევა სტრატეგიული კუნძულის ჰანკოს დასავლეთით მოხდა. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკოლას სარკოს ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურისტ არევა დაეკისრა. ცნობას ფრანგული გამოცემა მონდი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მთელი წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე შეუძლია. როგორც ფრანგული გაზეთი წერს, საფრანგეთში სახელმწიფო ყოფილი მეთაურის მიმართ გამოყენებული ეს ზომა უპრეცედენტოა. 2021 წლის მარტში საფრანგეთის პროკურატურამ სარკოზი კორუფციისა და ვაჭრობის საქმეზე გავლენის ბრალდებით დამნაშავედ ცნო. 2023 წელს მან სასამართლოში სააპელაციო საქმე წააგო. 2024 წელს კი საკასაციო სასამართლო მასთან დაკავშირებული განაჩენის სისრულეში მოყვანის განკარგულება გასცა. დაკვლავ საქართველოს თბილისში ტაქსისა და საკურიერო სფეროს წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აპროტესტებენ უცხოელების დასაქმებას, ასევე ითხოვენ ტარიფების საკითხის გადახედვას. უდიდესი მოთხოვნა არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების და არაქართული სონი ადამიანების დასაქმება ამ სფეროში. მაქსიმალურად ვითხოვთ ყველა რომ დარეგულირდეს ეს კანონმდებლობი და რეგულაციები შემოვიდეს, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში სადაც არ წახვიდეთ, აბსოლუტურად ამ მომსახურების სფეროში მუშაობა დაიწყო, უნდა იყო ამა თუ იმ ქვეყნის მართვის მოწმობა, უნდა წარადგინოს შენივე ქვეყნის სამართლობის ცნობა, სატარიფო გეგმა აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ასევე უნდა გადაიხედოს ფასები რა თანხებში გადავადგილდებით ჩვენ. ვინაიდან ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, დღეს არის მეხუთე აქცია, ფართომასშტაბიანი უკვე. არა, ქართული მართვის მოწმობა არ იციან, კომუნიკაცია მაპზე რეგულარულად ვერ სარგებლობენ, ვერ ახერხებენ მისვლას ადგილებზე, პლუს აქ თუ არა ლიცენზიები ესეც გასარკვევია. აპლიკაციაში დაამატონ ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მძღოლი, რომ მომხმარებელს ქორწინის არჩევანის საშუალება მას ვინ მოემსახურებს. არ შეიძლება საუნხრები ინფორმაციის საფუძველზე მძღოლის დაბლოკვა. ეს მინიმუმ უნდა გადამოწოს. შეიძლება მგზავრი გაბრაზებულია ვიღაცაზე, საერთოდ სხვა ვიღაცაზე და ცუდი ხასიათის გამო ცუდი კომენტარი დაუწეროს. ასე რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იქნეს. ერთი დღე ჯარში პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისაგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამ უმწურავი პასუხებიც მიიღეს. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ყველაფერი, ყველა ინფორმაცია რაც ვიცოდით სამხედრო საგნიდან, ყველაფერი რეალურად ვნახეთ და ძალიან მომეწონა. მე პირადად შემძა ისე იმოქმედა, რომ ძალიან მომეწონა ჯარისკაცების ცხოვრების განრიგი და დავფიქრდი კიდეც, რომ ამ კათედრებზე ჩავაბაროთ. საკმაოდ დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებები მივიღე, რომელიც დიდი ხანის განმყოფება და ალბათ სავალდებულო ჯარის პერიოდშიც გამომადგება ის რაღაცები, რაც დღეს აქ ვნახე. ყველაზე მეტად მომეწონა ვირტუალური კლასის ოთახი, სადაც რეალურად, მაგრამ მასშტაბშემცირებულად ნახე ის რაღაცები, რაც ძალიან მაინტერესებდა, მაგალითად, როგორ ხდება ობიექტის დაბომბვა და მსგავსი რაღაცები, რაც ფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება ყველა ტიპის ადამიანისთვის. სამხედრო საქმე ჩვენთვის იყო ახალი საგანი, რომელიც ახალ გამოწვევებთან ასოცირდებოდა. მთელი სემესტრის განმავლობაში ჩვენი მასწავლებელი გვამზადებდა იმისთვის, რომ მოსულიყავი და გვენახა ხონის სამხედრო ბაზა. ჩვენ ვისწავლეთ სხვადასხვა წოდებები, ჯარისკაცის აღჭურვილობა, ის გზა თუ რასაც გადია მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა პროცესები და აქ მოდით ინფორმირებულები, ძალიან მოტივირებულები და შთაბეჭდილებით ახსავსები ვტოვებთ აქაურობას. ჩვენ დავათვალიერეთ ის დანიშნულებები, სადაც ისინი თავიანთი დღის ნაწილს ატარებენ და ორიაზე არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო საქმე დღევანდელ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ არის და მისი შესწავლა და უფრო ღრმად აღმოჩენა საინტერესოს და შთამბეჭდავს ქმნის. საპიროტე საგნებრივი პროგრამის სამხედრო საქმე ფარგლებში დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლებისთვის ატარებს ღია კარის დღეს. დღეს უმასპინძლეთ ქალაქ ქუთაისის ნომერ მე-11 და ნომერ მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ჯერა აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯარის პოპულარიზაციის საქმეში. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-9 კლასებში ისწავლება არჩევით საქმეც სამხედრო საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რასაც მოწმობს დღევანდელი დღეც. საქართველოში სამხედრო საქმეს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სამხედრო საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და წინ წამოწეული ფაქტია.
თურქეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ქართველმა პარა-ტაეკვანდოისტებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი ანა ჯაფარიძემ აჩვენა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. 19 წლის ჯაფარიძემ 2024 წელს პარალიმპიადაზეც იასპარეზა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. პირველი გამარჯვება და პირველი ოქრო 2025 წელს მედლების ათვლა დაწყებულია. ასეთი იყო ახალი ამბები ორზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 5-ზე დაბრუნდება. დროებით.